საღამო მშვიდობის. ეხლა მოვედი სახლში, სამსახურიდან ჯერ კურტკაც არ გამიწვია, ხო და ხვალ მივდივარ სოფელში. რაიმე როგორ მომენატრა იქაურობა. ეს ნაცივრის თავზე ქვაბის თავი როდევს. მოკლედ ოღონდ საერთოდ არ ვარ მზად, რამდენი ხანია სოფელში წასვლას გეგმავ. ერთი სული მქონდა როდის მოვიდო და ეს რიცხვები და საერთოდ მოუმზადებელი ვარ. ეხა 12-ის ნახევარია, ამაღამ უნდა ჩავლაგდე, ჩანთაში რაღაცებს ჩავალაგებ, რაც დამჭირდება 1-2 გამოსაცვლელი დასაცმელი, იმიტომ რომ ყველაფერი აქეთ გამოვსიდე, ანუ რაც კი რასაც ვიცმევდი და რასაც ვიყენებდი, ყველაფერი წამოვიღე აქეთ. კი გემახსოვრებათ ახალი მაყურებლები ვინც არ ხართ, რომ 3 ჩემოდანით ჩამოვედი. ხო და ეხლა ამაღამ უნდა გავემზადო, ჩავლაგდე და რომელ საათზე დავიცინებ, ვინ იცის, ხვალ 12-ზე უკვე დიდუბეში უნდა ვიყო რა, მაქსიმუმ პირველის ნახევარზე. ხო და შესაბამისად დილას ადრე უნდა გავიღვიძო. და რა ვიცი, უნივერსიტეტში არ დადეგები ჯერ არ დაწყებულა, ხვალ არის ხუთშაბათი და პარასკევი. ანუ 2 დღეს ვაცდენ უნივერსიტეტში, ხუთშაბათს და პარასკევს და მერე უკვე ორშაბათიდან არის საახალწლო არ დადეგები. ხო და სამსახურში გამიშვეს 3 დღით, მეტი გამოდის. ხუთშაბათობით ხო ვისვენებ, ხვალ არის ხუთშაბათი და ისედაც ვისვენებდი. პარასკევი, შაბათი, კვირა, ანუ 25-ია დღეს. 26 პარასკევი, 26 არის ხუთშაბათი, 27 პარასკევი, 28 შაბათი, 29 კვირა და 30-ში წამოვალ უკვე სოფლიდან დილას. და ესა რა ქვია, საღამოს ალბათ 4 საათზე გავალ სამსახურში. დილის სმენაში თუ არ მომიწია მუშაობა, მაგ შემთხვევაში წამოვალ 30-ში სოფლიდან თუ არა და 29-ში მომიწევს. ყოველ შემთხვევისთვის 3 დღე გამომდის რა სოფელში ყოფნა. ხო და ძალიან მიხარია, მაგრამ ხო იცით როგორი გადატვირთული გრაფიკი მაქვს, უნივერსიტეტი, სამსახური, სახლი. ხო და სახლიც არ მინდა მოუწესრიგებელი რომ დავტოვო და ძალიან მედგეხვალიე ვარ რა, აქამდე ვერაფერი ვერ გავაკეთე და ამაღამ უნდა ჩავალაგო ჩანთა, გავამზადო დასაცმელი, წასაღები, ნივთები და რა ვიცი, ესე პირველისთვის დავწვევი ალბათ დავიძინებ. ხო და წავედი, ახლა ჭურჭელი მაქვს, დასარეცხი ჭურჭელი მინდა დავრეცხო ამაღამ, მაგას უცებ 15 წუთში დავრეცხო და რა ვიცი, ჩანთა ჩავალაგო. ხო და გადავიღებ რაღაცებს, დღეს დილასაც გადაღება მინდოდა ვლოგის, წყნარად მშვიდად დამჯდარზე, მაგრამ ვერ იმას ვქენი რა, ვერ მოვასწარი. ხო და ეხლა წავედი, ცოტას ამოვისულთქებ, იმიტომ რომ ამხელა აღმარts რო ამოვივლი დაღლილზე, უარესად ვიღლები და სახლში რომ მოვალ 10-15 წუთი უბრალოდ დავჯდები ხოლმე და მერე ვიძრობ კურტკას და მერე მაშვები ვაკეთებ ყველაფერს. ხო და შესაბამისად ძილითაც ყოველთვის გვიან მიწევს ძილი. წავედი, აბა ეხლა თუ რამე მოვახერხე, თუ არ დამეზარა, გადავიღებ ჩანთის ჩალაგებას და რაღაცას ესე პროცესს. ესე იგი, რამოდენიმე დღის წინ ვიყიდე ღვინო, შავი ღვინო. რატომღაც ვფიქრობ, რომ შავი ღვინო ახალ წელს განსაკუთრებით უხდება. ხო და გაჩვენებთ ეხლა ტატუს ვიკეთებ 2 დღეა და ვერ გავიკეთე, 2 წელია ვიკეთებ, მაგრამ ესე ზუსტად რო გადავწყვიტე 2 დღეა ვიკეთებ და ვერ გავიკეთე. ახლა სამსახურიდან
წამოსვლისას უნდა გამევლო ტატუარტისტთან და ტაქსის გამოძახებას ვაპირებდი და დამხვდა მესიჯი, რომ ამაღამ ვერ ვახერხებთო რა. ანუ დღეს უნდა გამეკეთებინა დილას 11 საათზე, მაგრამ მეტროში წავედი, გავიკატავე, სადგურის მოედანზე მივედი, უკვე მეორე ხაზზე გადავედი, მეტროს ველოდები, როდის გამოივლის ვაგონი და მესიჯს ხსნი დილას მონაწერს, რომ ტატუარტისტი მწერს, რომ დღეს შუქი არ იქნება საღამომდეო და ესაო რა, ვერ მოხერხდებაო და გვიან 8-თვის თუ მოახერხებო, გაგიკეთებო ტატუს, მაგრამ 8-ზე მუშაობთ გოუთხარი და რომელზე გეცლებაო 11-ზე თქო რა, დავრჩებიო, დაგელოდებიო, ხო და უნდა გამომეძახებია უკვე ტაქსი და მომწერა, რომ დღეს ვერ ვახერხებო და ხვალდილისთვისო შემიძლიაო და მეთქი ხვალ სოფელში მივდივარ თქო და რო ჩამოვალ, მერე შევთანხმდეთ თქო. ხო და აი ესე ორი დღეა ტატუს ვიკეთებ და ვერ გავიკეთებ. მაგრამ არა უშავს, რო ჩამოვალ, მერე გავიკეთებ. იმედია მერე მაინც მოვახერხებ. აი ეს ღვინოები ჩვენთან სპარში არის ხოლმე ძალიან კარგი აქციები, ფასდაკლებები ღვინოებზე. ხო და იმ დღეს ეს ღვინოები იყო აქციაში რა, არ მახსოვს ზუსტად, სხვათა შორის 5 და რაღაცა ღირდა ერთი და მეორე 7 და რაღაცა. ნუ 5 და რაღაციანის კი გვანდოდა 2 ცალი, მაგრამ 1-ის მეტი არ იყო და ამიტომ ვიყიდე 2. ხო და ერთ დღეს იყო კიდე კაი ერთი თვის წინ აქცია ძალიან ბევრი სახეობის ღვინოებზე. ხო და ერთი სახეობის შავ ღვინოს დავადგი თვალი და არ ვიყიდე და საღამოს დამთავრდა უკვე, გაიყიდა. ხო და ვიყიდე Old Tbilisi საფერავი, ეს ერთი და თელური საფერავი წითელი მშრალი ღვინო. ეს უნდა იყოს შედარებით დაბალფასიანი და ეს ძველი თბილისი უნდა იყოს შედარებით მაღალფასიანი. ხო და მინდა რომ სოფელში წავიღო, ამას წავუღებ ჩემებს საახალწლოდ გახსნიან დალევენ და ამას დავიტოვებ ჩემთვის საახალწლოდ, რა ვიცი, ახალ წელს მოკლედ თბილისში ვარ და რავი თუ სადმე არ წავედი, კი გავხსნი ახალი წლის ღამეს თუ არა და მეორე დღეს გავხსნიან რაღაცა, რა ვიცი, ნახოთ. ხო და ამას წავუღებ, მოკლედ ჩემებს როგორც გითხარით, კიდევ წავუღებ შოკოლადებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაქვს და საერთოდ აღარ ვჭამ შოკოლადებს. ხო და ერთს ამას წავუღებ მილკას საახალწლოს, ერთს ამას წავუღებ და ერთს კიტკეტსაც წავიღებ, ბებიას უყვარს ტკბილი და ჩავუტან. ხო, ეს ნინის მოტანილი შოკოლადები ჯერაც არ დამიმთავრებია. გარდა ამისა კიდე მეც ხომ მქონდა რაღაცეები ნაყიდი და მაცივარში კიდე მაქვს ეს რა ქვია, გაჩვენებთ ახლა. ეს ჯერ არ გამიხსნია ნინის მოტანილი, კიდევ რა ვიცი, ვაფლიც მაქვს გახსნილი, ეს თეთრი შოკოლადი, ეს კიტკეტი დავიტოვე ერთი ცალი და ეს კიდე გახსნილი შოკოლადები. ხო და ასე რომ ეს კიდე პურზე ვისმევ ხოლმე და გემრიელად მივირთმევ. და კიდე წავიღებ ამას ჩემი მეგობრის დედამ გამომატანა, ქიშმიშია ეს. გავხსენი ცოტა ვჭამე, მაგრამ ქიშმიშის დიდად მოყვარული არა ვარ და ახლა რაღაცეებშიც არ ვიყენებ ქიშმიშს და ამიტომ ამასაც ჩავდებ და წავიღებ.
ხო, დედაჩემი იმას აკეთებს ხოლმე, ფლავი უყვარს ძალიან და სულ აქვს ხოლმე ქიშმიში და ფლავს სულ აკეთებს ხოლმე. ხო და ამასაც წავუღებ. ეხლა ჩავლაგდები და ძალიან მიხარია რომ მივდივარ, მაგრამ არის ერთი ამბავი რომ რამდენი ხანია სოფელში, მოკლედ რასაც ვაკვირდები წინა საახალწლოდ, ხო იცით ეს წინა საახალწლოდ დეკემბრის თვეში როგორ მოდის საახალწლო განწყობა და ჩამოვწევ კამერას. როგორი საახალწლო განწყობა არის ხოლმე დეკემბრის თვეში, ხო იცით და ძალიან რო გიხარია და ძალიან რო ბედნიერი ხარ, როდის მოვა ახალი წელი და მე რასაც დავაკვირდი, ჩემს შემთხვევაში ყოველთვის წინა საახალწლოდ ხდება ხოლმე ცუდი ამბები, რაც ეხება ძვირფასი ადამიანების დაღუპვას, ესე ვთქვათ, რავი, ყოველთვის წინა წლებსაც რო ვიხსენებ, წინა წელს მაგალითად საახალწლო პერიოდში დავკარგეთ ძვირფასი ადამიანი, ახალგაზრდა, მართლა ძალიან კარგი ადამიანი და წელს კიდევ ძალიან ცუდი ამბავი გავიგე, მოკლედ ჩემებს არ ვაგებიებდი რომ სოფელში მივდიოდი, იმიტომ რომ აი ესე ჩავჯდებოდი მარშრუტკაში, ესე მქონდა დაგეგმილი რომ ჩავჯდებოდი მარშრუტკაში და საღამოს დავადგებოდი ჩემს ჭიშკართან და დაუძახებდი და შევიდოდი. მაგრამ გუშინ წინ ველაპარაკებოდი დედაჩემს და მეუბნება ძალიან ცუდ ამბავს რა. დედაჩემის ბიძაშვილი გარდაიცვალა, ახალგაზრდა კაცი რა, სუსტი ასაკი არ ვიცი, მაგრამ 60 წლამდე იქნებოდა რა, დაახლოებით ესე და რავი, ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა სოფელში, მე სადაც ცხოვრობდი, იქ არ ცხოვრობდა თვითონ ეს კაცი, მაგრამ ეს რო ჩამოდიოდა ხოლმე, ყოველთვის ნახულობდით ერთმანეთს და აი მართლა ძალიან მომხიმარი, ხუმარა კაცი, რაღაცნაირად გაწვალებაც უყვარდა ბავშვების და ძალიან გული დამწყდა რა. თან ძალიან მოულოდნელად მოხდა. ექიმს კი უთქვამს, რომ შენი გულისცემა არ მომწონსო და არ დაიტვირთო თავიო და თურმე ესე მომხდარა, მე როგორც მომიყვა ჩემმა მეგობარმა, რომ დილას რაღაცას აკეთებდა და გულმა დაარტყა მოულოდნელად და აი ესე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი და ძალიან სამწუხაროა. ამიტომ კიდევ მრავალჯერ ვიტყვი, ბევრჯერ მithქვამს და ყოველთვის გავიმეორებ ხოლმე ვიდეოებშიც და ზოგადად ცხოვრებაშიც, რომ დავაფასოთ ერთმანეთი, დავაფასოთ თითოეული გათენებული დღე, გვიხაროდეს და ბედნიერები ვიყოთ, რომ ღმერთმა გვაჩუქა კიდევ ერთი დღე. ძალიან ცუდი ამბები ხდება ხოლმე ყოველდღიურად გვიწევს ესეთ რაღაცებთან შეგუება და სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ძალიან ცუდ ამბავში მიწევს, ესე ვთქვათ, ჩასვლა რა. მართლა არ მოველოდი ამას და ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ რას ვიზოთ, ცხოვრება ესეთია და ხანდახან ხდება მსგავსი დანაკლისები, ძალიან ცუდია მართლა. მოკეიფე კაცი მაგის ნათამადებს უფრებზე რამდენი სევჭდავარ და რამდენი სუფრა წაუყვანია და მართლა ძალიან კარგი მოსაუბრე კაცი იყო და ძალიან სამწუხაროა. აი ჩემ ვლოგებში რო ჩანდა ხოლმე ადრე მარი ჯანგველაძე, ეხა გერმანიაშია. მაგის მამამისის ეს არის რა, ძმა, ეს ვინც დაიღუპა, მაგისი მარის ბიძია და მაგანაც მომიყვა ეს ყველაფერი, რომ ესე მოულოდნელად დილას გულმა დაარტყა და დაიღუპა. აი ესეთი რაღაცა მოხდა და ამ თემასთან მინდოდა დღეს დილას უფრო ვრცლად ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ უბრალოდ ვერ მოახერხე რა.
ანუ მართლა ზოგადად ეკლესიისგან ანუ ეხლაც ვიტყვი რომ არ ვარ ეკლესიასთან ისე ახლოს როგორაც შეიძლება იყოს ადამიანი რა მაგრამ ეხლა ყოველთვის მართლა თუნდაც დილას რომ გავდივარ სახლიდან ეს სამების ტაძარი რომ მოჩანს და სამების ტაძარი რომ მიყურებს ყოველთვის ვესაუბრები ხოლმე გულში ღმერთს და როდესაც სამსახურიდან ამოვდივარ ყოველთვის მამაო ჩვენ უსკითხულობ გულში და პირვარს ვიწერ ამოსვლისას და მადლობა ღმერთს რომ ვარ ისეთი როგორიც ვარ, მყავს ისეთი ოჯახის წევრები და ძვირფასი ადამიანები, როგორებიც მყვანან და ყოველთვის ვთხოვ ღმერთს, რომ ჯანმრთელად მიმყოფოს ჩემი ოჯახის წევრები და ძვირფასი ადამიანები. ის ხალხი მიმყოფოს ჯანმრთელად და ბედნიერად, რომლებსაც ჩემთვის კარგი ემეტებათ. და ანალოგიურად მეც ისეთი ხალხი მიმყოფოს კარგად, ვისაც ჩემი კარგი გაუხარდება და ვისი კარგიც მე გამიხარდება. აი, მაგ ხალხი მინდა რომ დიდხანს მყავდეს ჯანმრთელები, ბედნიერები, გახარებულები. ძალიან რთულია ესე ძვირფასი ადამიანების დაკარგვა, მაგრამ გვიწევს ხშირად აი 18 წლის ვარ და მართლა ჯერ ხო ცხოვრება წინ მაქვს, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი დანაკლისი განვიცადე ადამიანების თაღუპის მხრივ. ხანში შესული ადამიანები ხო რამდენი ისეთი ადამიანები, ვისაც ვიცნობდი, მაგრამ ახალგაზრდებიც როგორ გითხრათ ახლა ამ თემაზე ესე ვრცლად საუბარი არ მინდა, რისთვის, რატომ და მსგავსი, მაგრამ უკვე რამდენიმე შემთხვევა მაქვს გადატანილი, როცა ძვირფასი ადამიანები, ახალგაზრდები ძალიან ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ასაკში დავკარგე რა. ხო და რა ვიცი, ამ ყველაფერს უნდა შევეგუოთ და უნდა დავთქმეთ თითოეული გათენებული დღით. ჩავალაგოთ ახლა ჩანთამრო ძალიან ცუდად უტყავს აქეთ შუქი და სად დავაყენო ტელეფონი არც კი ვიცი. მოდი ესე დავაყენებ ლოგინზე. ეს ჩანთა ველს ამობიღებ. რა უნდა წავიღო, მე თვითონაც არ ვიცი. წავიღო ცოტა ტელეფონი. კაი. გადავჭირდება ახლა იქ. ამას წავიღებ. ბევრი რაღაც წავება არ მინდა. კიდე რა წავიღო, რას ჩავიცნობ. მოდი ამ შავ კაპიშონსაც წავიღებ. და ერთ ჯინს წავიღებ კიდევ. ჯინსი რომელიც წავიღო. გამევსება ეხა ჩანთა და 3 დღით მივდივარ და რა თმინდა ამდენი ტანსაცმელი.
ერთი ის წავიღე მწვანე, ერთი შავი კაპიშონი წავიღე, ერთი შარვალი მიმაქვს და მეტი რა, მეტი არაფერი არ მინდა. სუნამოს ხვალ ჩავდებ, ეხლა ჩავდებ ბარემ ღვინოს და შოკოლადებსაც ამაღამ ჩავდებ, თორემ მე დამავიწყდება და დამრჩება, ღვინოსაც ეხლა ჩავდებ, თორემ მე დამავიწყდება და დამრჩება. სიჩქარეში ყოველთვის ესე მიმართება ხოლმე, ამიტომ ჩავდებ ამაღამ. ესე ამ ღვინოს ჩავდებ აქ, შოკოლადებს წინა ჯიბეში, ესე რა ვიცი სულ ეს არის და თუ რამე გამახსენდა ისეთი კიდე მერე ჩავალაგებ. მაიკას წავიღებ ერთს ხო?